პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება დემოკრატიული მოძრაობის წევრსა და აქ დამსწრე მოქალაქეებს შორის ეს დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს სურდა მეორე კითხვის დასმა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო პასუხი, რომ ის უკვე სამი შეხვედრაა პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. სწორედ ამის შემდეგ მოხდა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება და ამ დაპირისპირებამ უკვე დარბაზ გარეთაც გადაინაცვლა. და ეს რაღაცა შეიცავდა დესტრუქციულ ელემენტებს. ძალიან დიდი მადლობა ჩემი შავი პიარისთვის, იმიტომ დავყვეთ ხალხ რეგიონებში, რომ მოაწყვეთ ამ ხალხს. მე იმ პარტიას მესამე ქალაქში აწყობ პროვოკაციას და არ შეიძლება ამის გაგრძელება. ადამიანს შეურაცხყოფას ნაყენეთ პასუხი არ უნდა გავზე? გუშინ ზუგდიდში 10 საათზე მისული ჩვენი თანამებრძოლები და თანაპარტიელები ოთახში არ შეუშვეს, დარბაზში არ შეუშვეს იმის გამო, რომ დისკომფორტს გნობს ხელისუფლება. მარტივი შეკითხვა მაქვს, შეკითხვის დასმის საშუალება რომ მიეცათ ეს პროვოკაცია ხო არ მოხდებოდა? ხო არ მოხდებოდა ესა? რომ მიეცათ საშუალება ელაპარაკა კაცს.